ჩვენი ორგანიზაცია Inform ინკლუზიური იდეების პლატფორმა უკვე მესამე წელია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელოვნებო ინკლუზიაზე. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ცეკვის თეატრის ჯგუფი, რომელიც პერმანენტულად ამზადებს ინკლუზიურ სპექტაკლებს და ამას ვაჩვენებთ პროფესიული თეატრის სცენებზე. ვიწვევთ სხვადასხვა ხელოვანებს, ყავს ესეთი მუდმივი დასი, მაგრამ ყოველ ახალ სპექტაკლზე ვიწვევთ ახალ ხელოვანებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, რეჟისორებს, რომლებიც ჩვენ ჯგუფთან მუშაობენ. ჩემი სურვილი იყო, რომ იმის გამო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს უკვე მრავალი წელია ინკლუზიური დასები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულების მუშაობის, მინდოდა, რომ აი ეს დაგვეწყო საერთაშორისო თანამშრომლობებზე მუშაობაც და დაუკავშირდი ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და წარმატებულ გერმანიაში მოღვაწე ინკლუზიური ცეკვის დასს, რომელსაც ქვია სცენეცვაი და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ესეთი ერთობლივი პროექტი. ეს პროექტი პრინციპში თითქმის 9 თვეა მიმდინარეობს და თავდაპირველად მუშაობა 9 თვეა მიმდინარეობს და რამდენიმე ფაზად დავგეგმეთ, ესე ვთქვათ, იმისთვის რომ ერთმანეთი გაგვეცნო და ჯგუფის წევრებს ქონოდათ ერთმანეთთან შემოქმედებითი გაცვლის შესაძლებლობა. სექტემბერში ეს დასი იყო თბილისში ჩამოსული და გვქონდა ძალიან ინტენსიური ვორქშოპები. მერე ჩვენი ჯგუფი წავიდა გერმანიაში, მათთან ვიზიტით, ასევე გავაგრძელეთ მუშაობა და აი ამ საერთო მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ის კონცეფცია, ის იდეა, რაზეც უკვე შევქმნიდით სპექტაკლს. და რა არის ეს კონცეფცია? ხო, იცით რა შეასაქმე, ჩვენ გვინდა და ხაზი გაგვესვა იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს შეიძლება იყვნენ ადამიანები და რამდენად სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ მოცემულობებში უწევდეთ ცხოვრება, ძალიან ბევრი გადაკვეთის წერტილები არსებობს ხელოვანებს შორის და ზუსტად აი ამ მსგავსებებზე და გადაკვეთის წერტილებზე გვინდოდა, რომ ეს სპექტაკლი გაგვეკეთებინა და პრინციპში სათაურიც folks ეს არის აი რაღაც როგორც მეგობრობის, თანამოაზრეების ერთიანობის ნიშნულობით ვიყენებთ ამ სიტყვას. გარდა ამისა, თვითონ ეს სპექტაკლი, უშუალოდ ეს სპექტაკლი გვინდოდა, რომ იმის გამო, რომ მთლიანად სამყაროში ახლა საკმაოდ დაძაბული სიტუაცია და რა თქმა უნდა ეს ყველას მდგომარეობაზე აისახება, გვინდოდა, რომ ამ სპექტაკლით გვეჩვენებინა რაღაცნაირი სოლიდარობის, ერთიანობის, თანადგომის, ერთმანეთის დახმარების და დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობა მათთვის, ვინც შესაძლოა ძალიან დაცულად და მყარად არ გრძნობდეს ამ საზოგადოებაში თავს. რამდენი მოცეკვავია ჩართული ამ სპექტაკლში? 11 მოცეკვავია ჩართული. სპექტაკლს ყავს 2 ქორეოგრაფი, გერმანული მხრიდან ვილიამ სანჩესი, საქართველოს მხრიდან ნათია ჩიკვაიძე. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის იქმნება მუსიკა, ანი ზაქარიაშვილი არის კომპოზიტორი, თამრი ოხიკიანი არის სცენოგრაფი და მოკლედ ესეთი სრულფასოვანი ცეკვის სპექტაკლი იქმნება. რამდენად შრომატევადი იყო უშუალოდ, როდესაც ქორეოგრაფიულ ნაწილზე გადახვედით აი ეს პროცესი? ძალიან შრომატევადი იყო, მით უმეტეს ეს დიდი ნაწილი ამ მუშაობის მიმდინარეობდა ონლაინ. გერმანული დასი ცალკე მუშაობდა და ქართული დასი ცალკე. ამის შემდეგ მუდმივად ვიყავით ერთმანეთთან კონტაქტზე, რომ რაღაც ერთიანობისთვის მიგვეღწია. და აი ბოლო 2 კვირა ეს დასი ჩამოვიდა თბილისში და ერთად მუშაობთ და ეს არის ძალიან ხანგრძლივი და ძალიან დამღლელი ესეთი ინტენსიური მუშაობა, რასაც ახლა გავდივართ. როგორ შეაფასებდით ზოგად სურათს ქვეყანაში ინკლუზიური გარემოს შექმნის და გაუმჯობესების თვალსაზრისით? ხედავთ თუ რა პროგრესს ამ მიმართულებით? პროგრესი რა თქმა უნდა არის, ხა თუ ჩვენ შევადარებთ 10-20 წლის წინანდელ სიტუაციას, რა თქმა უნდა პროგრესი არის. პირველ რიგში პროგრესი არის თვითონ ადამიანების დამოკიდებულებებში, იმის გამო რომ იქმნება იმ მსგავსი ღონისძიებები, სპექტაკლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები უფრო მეტად ჩანან და ამდენად გაუცხოებული აღარ არის საზოგადოება მათ მიმართ, რა თქმა უნდა ადამიანებს უჩნდებათ უფრო მეტი ემპათია, სიმპათია და უფრო სიახლოვეს გრძნობენ ამ თემასთან. თუმცა რა თქმა უნდა გამოწვევები ძალიან სერიოზული რჩება. აი მაგალითად ჩვენთან გერმანული ჯგუფიდან ყავს ერთი ეტლით მოსარგებლე ადამიანი,
რომლისთვისაც ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ მისთვის არის ამ პროექტში მონაწილეობა, არა იმიტომ რომ მას როგორც ხელოვანს აქვს გამოწვევები, არამედ ფიზიკურად აქვს ამ ქალაქში გადაადგილების პრობლემა. მათ შორის ჩვეულებრივად ქუჩაში გასეირნებაც პრობლემა არის მისთვის. სადმე, არ ვიცი, სადმე საჭმელად, რესტორანში ძალიან ბევრი ადგილი, ძალიან ბევრი სივრცე საქართველოში, თბილისში და სხვა რეგიონებშიც იგივე სიტუაცია ძალიან არამეგობრულია ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის და ძალიან სერიოზული პრობლემა არის ეს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვმუშაობთ და პირველად გვყავს ეტლით მოსარგებლე მონაწილე დასში. და რა თქმა უნდა, ესე აბსტრაქტულად ვიცოდი და მესმოდა რამხელა პრობლემა არის ინფრასტრუქტურული, თუმცა ეხლა როდესაც პირისპირ ასე ვთქვათ, გავართ ამ პრობლემის წინაშე, კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება, რამდენად რთულია. აი, აქედან დაწყებული, დამთავრებული ჯანდაცვის სერვისებით, განათლების სერვისებით და რა თქმა უნდა, პროგრესი არის, თუმცა ბევრი რამ საჭიროებს გაუმჯობესებას. და აი ესეთი სახელოვნებო პროექტები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის ადამიანებისთვის, ეს იქნება უბრალოდ ჩვეულებრივ მოქალაქე თუ სახელმწიფო სექტორი, კერძო სექტორი, არასამთავრობო სექტორი, იმისთვის რომ გამოვიწვიოთ უფრო მეტი დაინტერესება ამ ადამიანებში და ამ სექტორებში და ვაჩვენოთ შესაძლებლობები ამ ადამიანების, რამდენი რამე შეუძლიათ რომ შეიტანონ მათ და რამდენი რამის კონტრიბუციის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებისთვის. როგორი არის მოლოდინები ამ სპექტაკლთან დაკავშირებით? თუ არის უკვე წარმოდგენა იმაზე, რამდენად ელოდება საზოგადოება ამ ნამუშევარს? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს ერთგული მაყურებელი, რომელიც ყოველთვის ელოდება ჩვენ სპექტაკლებს და ძალიან დიდ მადლობელი ვარ ამ ჩვენი მაყურებლის, თუმცა დიდი სურვილი იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს სპექტაკლი. ეს არის ძალიან საინტერესო ქორეოგრაფია, იმიტომ რომ ორი ძალიან კარგი ხელოვანი მუშაობს ამაზე. და მე ვფიქრობ, რომ მაყურებელს ელოდება ძალიან შთამბეჭდავი ემოციური წარმოდგენა, რომლითაც ძალიან ისიამოვნებს. ამიტომ კარგი იქნება თუ ბევრი ადამიანი დაესწრება და ნახავს ამას და გაუცდებიან იმით, რამდენი რამე არის შესაძლებელი ამ დასის მიერ.